მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს ჩვენ გვაქვს ნამდვილად სასწაული გადაცემა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. წარმოუდგენელ თემაზე გვაქვს საუბარი და არ ვიცი უნდა დავიჯეროთ თუ არ უნდა დავიჯეროთ, მაგრამ თუ გინდა გჯეროდეს, უნდა დაიჯერო. დღეს ყავს სტუმარი, თქვენთვის ბევრისათვის კარგად ცნობილი, ძალიან პოპულარული პიროვნება, ბატონი დავით ორდია. ძალიან რთულია ისაუბრო იმაზე, თუ რა სპეციალობის არის და რა ფარგლებში შეიძლება ჩასვა მისი საქმიანობა. მე ვიტყოდი, რომ ეს არის უკიდურესად განათლებული ადამიანი, მკვლევარი ყველაფრის, რაც კი შეიძლება, ადამიანი, რომელიც იქეთება ყველანაირ სიძველეებში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და აქვს რაღაც საოცარი მიგნებები და მიკვლევები. ერთ-ერთი ესეთი განაცხადი, რომელსაც ის ხშირად აკეთებს ხოლმე ესეთ სენსაციურ განაცხადებს და ერთ-ერთ განაცხადს ის გააკეთებს დღეს ჩვენთან და მოვისმენთ ჩვენ და გასაკვირ და ძალიან სასიხარულო ამბავს. მისი თვალსაჩინით და მისი ცოდნიდან გამომდინარე, ის გვიმტკიცებს, რომ იესო ქრისტე იყო ქართველი და მოყავს ამის მტკიცებულებები, როგორც ხემატრიდან გამომდინარე და ენათ მეცნიერებიდან საერთოდ, ასევე იმ თავისი ტრადიციების შესწავლიდან, იმ აღმოჩენებიდან, რომელმაც მისხალ შეაგროვა მან და რომელმაც მისცა საფუძველი, რომ გაეკეთებია ესეთი საინტერესო დასკვნა. თუკი ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ ეს ადამიანი ცხოვრობს და მოღვაწეობს ზუგდიდში და ზუგდიდი არ არის უბრალო ადგილი, ჩვენ ვიცით, რომ იქ არის ღვთისმშობლის კვართი, ვიცით ასევე, რომ ჩამოტანილი არის ღვთისმშობლის თმები, რამდენიმე ღერი თმა და კიდევ ბევრი სასწაული მტკიცება არის იმისა, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს აი ამ ადგილს, ანუ საქართველოს და კერძოდ აი სამეგრელოს ამ ადგილს ღვთისმშობელთან, ქრისტესთან და ქრისტიანობასთან. ძალიან ყურადღებით მოვისმენთ, ვეცდები რომ მაქსიმალურად არ შევაწყვეტინო და მივცეთ მას შანსი, რომ დაგვიმტკიცოთ, რომ ქრისტე ნამდვილად ქართველი იყო. მე სიამოვნებით მივიღებ მინდა გითხრათ ამ თეორიას და გავიზიარებ მას და ვიქნები პირველი გულშემატკივარი მისი შედგომი ნაბიჯებისა. ბატონო დავით, მოგესალმები. დიდი მადლობა რომ ჩამოხვედი. მინდა გითხრათ, რომ მე რაღაც ყური მოვკარი აი ამ თემას და ვთხოვე მას, რომ სპეციალურად ჩამოსულიყო და მან დამდო პატივი მე და თქვენ ჩემო მსმენელებო და ჩამოვიდა იმისათვის, რომ ჩვენამდე მოიტანოს ეს ინფორმაცია. მე ვიცი, რომ უმრავლესობა ჩემი მსმენელი და მაყურებლისა ხართ ემიგრანტები და ვფიქრობ, თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ეს ინფორმაცია. ბატონო დავით, აბა დაგვიმტკიცეთ ახლა, ბურთი და აი მოედანი. დაგვიმტკიცეთ, რომ ქრისტე ნამდვილად ქართველი იყო. მოგესალმებით ქართული ტევის მაყურებლებს, კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონ ტინას ჩემი მოწვევისათვის. მადლობა ყველას მსმენელს. ვიცი ნამდვილად რომ აქ ემიგრაცია უფრო მეტად უყურებს, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტელევიზიას, თუმცა არანაკლებ. ჩემოგარგებო, საქმე რაშია ხა? ეს ძალიან პირველად ვინც გებულობს ახლა ამას, ძალიან რთული ასაღებია ეს მასალა, ასე ვთქვათ, ძალიან ძიმია. ერთი უცებ რომ ვინც ჩემს გვერდს არ აკვირდება სოციალურ ქსელში და ჩემს გამოსვლებს უნდა ტელევიზიებში, მიტინგებში და ასე შემდეგ, უცებ ძნელი იქნება, მაგრამ ვინც ყვალში დგას, ის იმათვის ახლა ეს ახალი პრინციპში არაფერია, თუნდაც მხოლოდ ერთი იმისა, რომელსაც ახლა განახებთ მე აქ ცოტა ხანში. ესე იგი, საინტერესო იქნება ალბათ პირველად საიდან მოვიდა ეს ჩემს აზრში, ხო? იყო პერიოდი, როდესაც თვით შემეცნებას იწყებს ადამიანი, სულ სხვა რელსებზე გადადიხარ მაშინ და გინდა თუ არ გინდა მიდიხარ ამ ეტაპამდე. შემოთინა რომ რაღაცა ისეთი კი არ გაინტერესებს, რომ თავისთავად მოდის, როცა ხნათეს ვასახარ სიტყვაზე რაღაცა, ისეთი რაღაცა შეხვდები, რომ გზაზე შეხვდება ეს და უბრალოდ ინტერესდები. პირველად იყო, როდესაც ბიბლია ხელში ავიღე, ეს 14 წელი, 1994 წელი და რო იტყვიან ისე, ერთი კითხვით გადავიკითხე და დავხურე, როგორც კი დავხურე, აი ჩემთვის რო იტყვიან, ჩამოვაყალიბე აზრი. მაგრამ მარტო ისე კი რომ წავიკითხე, მანამდე მქონდა რაღაცა ეჭვი ამისა
და რომ ჩავედი ბოლომდე და რომ დავხურე, უკვე გამტკიცდა ჩემში ეს აზროვნება, მტკიცებულებად გადაიქცა და ვამბობ ჩემთვის, რომ იესო ქრისტე ნამდვილად ქართული უნდა ყოფილიყო. და სხვა ეროვნება არ შეიძლება გამოსულიყო. აი ესეთი ტიპაჟი, თავისი მონაცემებით ფსიქოლოგიური, ადამიანური, თუნდაც ფილოსოფიური, თავის თავგანწირულობით ამის თვლება. ეხლა ეს უნდა თქვა, იმიტომ რომ სვანად არ შეიძლება მეტად ვერ დაგიმტკიცებთ ამას, ვინც იცნობს ორთავე ერს ქართველსა და ებრაელს. ებრაელს თავგანწირვა არ შეიძლება. არ ხდება. ცხოვრებაში არ მოხდა სხვისთვის, რომ ვინმე ებრაელმა თავი გასწიროს. ეს ჩვენ ვიცით ასეთი. ვიღაცისთვის თავის განწირვა. ეს ერთი. და ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ, ეს კი ვიცი და ჩამოყალიბდი ახლა მე აზრობრივად, მაგრამ თქვენ წარმოვიდგინეთ რა პერიოდია? 1994 და მით უმეტეს სამეგრელო. სადაც უკვე ცეცხლი ტრიალებს, როგორ გითხათ ახლა, სად ვინ შემომარდება, არ ვიცი და ამაზე უნდა ქონდეს აქცენტი აღებული ადამიანს და მე აი რაღაცა აღმოაჩინე და საწავიღო ახლა ვის მიურბენინო, ვის უთხრა. თქვენ გესმით და გამახსენდა ბლეზ პასკალის ის ჰქონდა ბიოგრაფია წაკითხული. და ბლეზ პასკალი ყოფილა 5 წლის და მამამისი კიდე მათემატიკოსი იყო. და ერთწლიანად შემოვიდა ეს მამამისი სახში და ეს პატარა ბლეზი მას იატაკზე რაღაცა საცით ხაზავს, თუ ეს გამოყავს რაღაც ფორმულასავი და გადაირია კაცი. დაიხურა თავზე კუდი და თუ თავკურმურისი გავარდა ისევ წვიმაში და მირბის თავის მეგობართა რომელთაც 35 წელიწადი რაღაცა ვერ გამოიყონა ეს ფორმულა გამიგე და ამასთან მიდის სიხარულით რო უწყას და რა მოხდა და ჩემმა შვილო 5 წელიწადმა ის ფორმულა მოხდა 35 წელიწად ჩვენ ვერ ამოვხსენეთ. ეხლა მე რატო ვთქვი ეს? იმიტომ რომ აი ესეთი სიმდიდრე მეკავა ხას აღმოჩენა და კაციშვილი ვერ ვიყონე ვისა მივირბენდი და ამას ვეტყოდი. გავედი ახლა ეს რა თქმა ეზოშიას ქუჩაში, მაშინ ყველა ქუჩაში გამოფენილი და უნდა ვთქვა ახლა ესო ბიჭებო მე ვთქვა ახლა ისეთ რაღაცა უნდა კი გაგეცინებათ, მაგრამ არ მქონდა საშვილი რო არ მეთქვენ, ესო არ მეთქვა, ალბათ რა ვიცი რა დამემართებოდა. ნუ ვთქვი, ხო ვიცოდი რაც იქნებოდა, ზოგმა ჩაიცინა ასე და ასე შემდეგ, ნუ კაი წამოვიდი, მე ხო ასე ვთქვა დავცალე ეს ენერგია. ამის შემდეგ დავიწყე ელემენტარულად ძიება. მარტო ამაზე არა, მაგრამ სხვა ყველაფერი ერთ იმაში მოიყარა თავი. ეხლა წამოვიზარდე სხვადასხვა მეცნიერებას შევისწავლე, შემოგარგებო და გავიხედე რომ აქ თუ მარტო ებრაელები კი არ იჩემენ, რომ ქრისტე ქართველი იყო. მაგრამ ეს სერიოზულად ყოფილა საქმე. ნუ ეხლა სომხები რო იჩემებენ, ეს ხო ვიცით და ვიცით. ეს არ არის ესეთი გასაკვირი ფორმა, მაგრამ ეს სერიოზულად იჩემებენ, კაი. თურმე რუსებიც იჩემენ, მაგრამ 15 წელიწადი ეს თემა უკვე სერიოზულად ატრიალებენ და რომ ის იყო სლავი და რადომირი იყო ასე ამბობენ. ეს ინგლისელებსაც ქონია თურმე მიკროწევებული და ერთადერთი ჩვენ ვის მართლა ვართ ესე იგი მათი წინაპარი ამ ადამიანისა, ხო? ესენი ვართ ერთი გასუსული და გატრონული. მე რო გავიხედე ამაზე ნამუშევარად 96 წელს მე მივაკლია ასეთი მირიან ქართველის წიგნი იყო, ეს გახლავთ ყოფილი პრეფექტი შემოგარგო ზვიადის დროს, ხობის პრეფექტი გახლავთ ცხოვრებაში ნუგზა ლატარი, რომელმაც იმანა გამოუშვა თვალწევისა 5-6 წიგნი. ესეც გადავიკითხე, მე გელა სალუაშვილი იყო თუ გახსოვთ ესეთ პიროვნება, ჩუღურეთის რაიონში მათი ორგანიზაცია ჰქონდა, მე აქაც დავდიოდი, იქაც უკვე ეს თემა უკვე მუსირებს კი არა, სერიოზულად უყურებენ ამას. მე თუმე ქალბატონი დენიზა სუმბაძეც მუშაობს ამ თემაზე. შემდეგ აღმოჩნდა რომ პეტრე ქოჩაკიძე კიდევ ამ თემაზე მუშაობდა, მაგრამ კონკრეტულად ქრისტეზე არ იყო საუბარი, მარიამ ღვთისმშობელზე იყო საუბარი. და 2018 წელი გახდა შემოგარგება, როდესაც გადავწყვიტე რაღაცა ის თქვენთვის სასწაული, ესე სასწაული განაკეთებინა და რა. 2018 სწორედაც რომ მარტის თვე იყო, 21 მარტი თვალსვდები და მესტიდან დავადგე ფეხი და წამოვიდი თბილისისაკენ. ერთი კაცის აქცია ერქვა მას. და მქონდა ორადორი მიზეზი. აქციისა. ეს რა იყო ესე? პირველი იყო ის, რომ ნუ ყურადღების მოქცევა რა თქმა უნდა ტელევიზიებისა, ხო? გავაფრთხილეთ ძირითადი 4 ტელევიზია, დიდი ტელევიზია და ვუთხარებ, რომ მიზეზს მეკითხებიან
რა არის მიზეზი აქციისა? მე მგონი ერთადერთი პირველი ის არის რომ ხალხს გავაგებინოთ, მივიტანოთ ინფორმაციამდე რომ ღვთისმშობელი არის ქართველი. და მეორე მიზეზი ის იყო რომ ჩამესწრო ზვიადგამსახურდიას იუბილეისთვის 31 მარტს თბილისის. აი ეს ორი მიზეზი. მაგრამ როგორც კი ერთის და მეორეს გაიგეს, ისე როგორც პაპაჩემი პაპას არ დაურეკია, მობილურით ისე არავის არ დაურეკია და რა თქმა უნდა არ მომეკარდნენ და მომიწია პრაქტიკულად მარტო ტელეფონის ანაბარ და ლაივში სადაგზა მოვიდიოდი ყველა სიჩქარე გამოვიარე და ასე ჩამოვედი თბილისამდე 13 დღის განმავლობაში 540 კილომეტრი. მაგრამ ეხა ეს ამაში დარწმუნებული რო არ ყოფილიყავი, ესეც სიგიჟეს მარტო კაცი გააკეთებდა, ხო? კი ბატონო, მე იმის შემდეგ დავიწყე, ხმამაღლა ყვირილი, ამასობაში წონებული პეტრე კოჩაკიძეც გარდაიცვალა და დავრჩი მარტოკა დავით ორდია. ამ საკითხით ხელში არის დენიზა სუმბაძე კიდე, ჩვენი პრინოვნება, პროფესორი კალბატონი, მაგრამ ის ძირითადად ქალდეურ წარმომავლობაზე წინაპრებზე მუშაობს. დავიწყე მე მასალის მოძიება, მანამდეც მქონდა რა თქმა უნდა, მაგრამ მე ბოლოს მივედი შემოგარგებო აი სწორედ იმ ზე მეცნიერებაზე, რასაც ქვია ჰემატრია. მე ვიცი ხა ბოლოს რამდენი ხნის უკან ყავდათ ბატონი ალიკო ცინცაძე, ძლიერი ჰემატრიკოსია და ამ ჰემატრიას აქვს კიდევ უამრავი ნიუანსები და დღეს რამდენიმე წუთში მე განახებ კიდე ის სასწაულს, რომელთაც კიდე მტკიცდება ეს ყველაფერი. შეიძლება ადამიანმა ერთი მეცნიერებით ვერ ახსნას ბოლომდე, შეიძლება მეორეთი ვერა, მაგრამ 3, 4, 5 ერთად რო შეაერთებ და ჯამში ყველა ერთი რო გამოგივა და მე რო აიღებ ჰემატრიას და გვირგვინი დაადგა მას, ეხლა ციფრები და იმას ასვებს ვერსად ვერ წავა, ხო? არის ეხლა ესეთი წინააღმდეგობა აი ეს სიტყვას ხმარობენ ეს არ მოყვარს ეკლესიისგან კი არ არის ეს ეკლესია სულ პარამია ხალხმა და საპატრიარქო სულ პარამია იქიდან არის ესეთი სიტუაცია რომ რიცხვები და ესენი არ არისო აქ არაფერ შუაშიო მაგრამ ბიბლიაში არის ესეთი ჩემო თინა რო ბევრჯერა ესეთი რიცხვები მოცემული რომელიც სიმბოლიკებია ეს სიმბოლიკებით გვესაუბრებიან თუნდაც 154,000-ზე მერე 2 თევზი და 5 აქ ბევრი ციფრები ახლა შევწავთ, ხო? აქ ბევრი მინიშნებებია, შიფროდებია და სიმბოლოებია. და 2018 წლის შემდეგ გავახშირე ამაზე ესე იგი აქცენტი, ღვთისმშობელი ქართულია, მერე დაგვიძახეს ასე ვთქვათ იმედის ტელევიზიაში სხვა რაკურსში, სადაც 3 გადაცემა ჰქონდა ჩაწერილი და იმ ბოლო გადაცემაში თავიდან ბოლომდე დავიწყეთ ღვთისმშობლის კვართიდან, რომელიც ზუგდიდში არ და არ არის მე დედამიწის ზურგზე და გავამახვილე სწორედაც იმაზეც ყურადღება, რომ კვართი ცოცხალის სახით არის მხოლოდ საქართველოში და არა იქ და იქ და იქ. ვაკ მეორე კვართი, ჩემოთინა, შვედი ცხოველში, ქრისტეს კვართი. მაგრამ ვამბობთ, მაგრამ არის კი იქ. სიამდვილეში ქრისტეს კვართი არ არის. და დიდი ხანი იქ რო არ არის. კი, გასაგებია ეს სულიერი მხრივ და ყველაფრით, რომ ხალხს კიდაც არ იყოს, მაინც უნდა დავაჯეროთ, ხო, მაგრამ ეს უნდა ვიცოდეთ, მაშინ სად არის მაშინ კვართი. სხვათა შორის იმასაც ვიტყვი, რომ არც დადი ის არ ქვია, დავით აღმაშენებლის საფლავიც არ არის იქ, სადაც ლოდია და რო ამბობთ, რომ ლექსად რო ფერზე დამადგით, გულზე დამადგით ფეხიო, არც იქ არის დავით აღმაშენებლის. ჩვენ ვეძებთ თამარ მეფეს საფლავს და დავითისაც კიდე არ არის იქ სინამდვილეში. და იესო ქრისტეს კვართიც იქ არ არის. ფიზიკურად არ არის დღეს, სულ ყველგან არის. ეს მე ნათქვამი მაგორჯე და აქაც გაიგებს ახლა მაყურებელი. ეს აღებულია რუსეთში. მაგრამ რუსებს კი არ წაუღიათ, ეს იყო შახაბასმა მისცა რუსებს, იმიტომ რომ წამოსული იყვნენ უკვე აქეთ, რომ მუსულმანო და მართლმადიდებლო ქვეყანას იყო შორის, ასე ვთქვათ, ბრძოლა ბუნებრივია და ჩვენ რო დაგვიყრეს, წამოვიდა რუსეთი, რომ გაინტერესებულიყვნენ, ასე ვთქვათ, მუსულმანებისაგან ეს ტერიტორია და შახაბას არ უნდოდა ხა ამ ხელა იმპერიას შეჭიდებოდა და გამოიტანა და მისცა ეს და გააჩერა. ისინი დადაყაბულდნენ იმაზე, დღის შემდეგ კიდე იქ არის 22 ივლისი ითვლება თუ 22 ივნისი ზუსტად არ მახსოვს, ერთი დღე არის, სადაც ხდება ამ კვართზე მოლოცვა. მაგრამ ეს რუსეთის მასშტაბით არ ღიავდება. სადაც არის იმ ეკლესიაში იციან ეს ყველაფერი და აი რო იყვნენ რუსულად ტიხა მინდა შეიძლება ძელაც. ეს პრინციპი. ეხლა
რო გითხარით ღვთისმშობლის დავიჩემე მეთქი და კარგი ხანი წელიწად ნახევარი ამ თემაზე ვარ აქცენტი მაგაკეთებული გესმით მაგრამ რაღაცნაირად ხალხი ვერ მიხვდა რომ ბუნებრივია გასვეს ავტომატური სიტუაცია როცა დედა თუ არის ქართველი და რა თქმა უნდა მაშინ შვილიც ქართველი იქნებოდა და რო გავიდა წელიწად ნახევარი ბოლო ავდექი და თქვი პირდაპირ ხალხო რა მოგდით თუ ღვთისმშობელი არის ქართველი თუ ვამტკიცებთ ამათ მაშინ ეს იქნება რა იქნება ქართველი იქნება ხო დღევანდელი ქართული არა რა თქმა უნდა ხო წინათ რაც ვიყავ ეს იყო იბერიელი იმ დროს ეს მეორე მე გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში კიდე ისეთი კადრი სადაც ვიღაც რუსი ბერი შემოგარგო თავის მრევლს ეუბნება რომ თქვენი ციტო თუ რა ენაზე მეტყველებდა ღვთისმშობელიო დაკით ეუბნება ქართულად აცო ეს ხო არ არის სადღაც დაწერილი სიტუაცია ჩვენთვის ვერ ვხედავთ მაგრამ იმან ხო წაიკითხა ეს სადღაც ხო წერია სადღაც არქივებში ჩვენ არ გვაწოდებთ ეს ფაქტია მაგრამ ჩვენგან რო არ არის ინტერესი ამის მოძიებისა გესმით მე იყო კიდე ასე სიტუაცია როდესაც უკრაინელი ბერი წავიდა ისრაელში იყო იქ თუ არ ვწდები 10 წელი თუ 12 წელი იქ მიხვდა რომ იქ არ არის ის რასაც თვითონ ეძებდა 12 წლის შემდეგ დადგა ფეხი და წამოვიდა ათონის მთაში. მოხა ათონი ყველაზე ძლიერი საკულტო ცენტრია მართლმადიდებლურისათვის, ხო? წამოვიდა იქაც დაჰყო მან 7 წელი. იქაც მიხვდა რომ იქაც არ არის ის რაც თვითონ ეძებდა. წამოვიდა საქართველოში და აქ გაგეღიავა ყველაფერი. აქეთ გვეუბნებიან თქვენ ვინ ახართო, ვინც ახართ და რასაც წარმოადგენთო, აქეთ გვეუბნება ეს ბერი. ეს კიდევ მე რამდენი ისა მაგრამ ეხლა მე მინდა დაგიმტკიცოთ ეხლა მეცნიერული იმების დამტკიცება იმდენად არ გამოგივა მაგრამ 1-2 და ფაქტს რო განახეთ ესეც საკმარისი იქნება მე ეხლა ზეპირად იმიტომ ყვები იმიტომ რომ აქ იმის ადგილი არ არის ეს უნდა ვიყო ლექციაში და დაფა უნდა მქონოდა და ყველაფერი მაგრამ 1-2 ფაქტი დავამთავრეთ დავაგერგინოთ ყველაფერს ეხლა მოდი ასეთ მას გეტყვით მე ეხლა იყო ასეთი შემთხვევა რუსეთში როდესაც ესე იგი ქურდი უნდა მასაკან გამოიჩნო და მოყვანილი ყავთ 5-6 ადამიანი და აქ არის დაზარალებული. აი რუსულად ახლა ქართულად არ მას ოჩნა ეს ტავკას რო ეძახიან უნდა გამოიჩნოს ადამიანი ხო იცით? მაგრამ არიციან ვინ არის და თვითონ ეს ადამიანი კიდე ვერ სურს, იმიტომ რომ ცოტა შეღამებული იყო და ახლა რა მოიფიქრეს? იციან ერთი რამ, რომ ეს არის ებრაელი. მეტი არაფერი არ იციან. მაგრამ ვერ ცნობენ რომ ამ რუსის სახეა უკვე მიღებული ეს რუსებით არის. და რა მოიფიქრეს ახლა? მოდიო მე გამიშვი ერთი ეუბნება ექსპერიმენტზე. გაუშვეს ეს გამომძიებელი და ჯიბიდან ამოიღო ოქროს ბეჭედი, ძვირიანი, კაი მოჩუქურთმებული ბეჭედი და დაანახას 5-ვეს. ეხლა თქვენ იქიდან დააკვირდით ყველაზე მეტად თვალი რომელს გაუწყინდება ის იქნება ის ებრაელია. და ისე გამოიცნეს. გესმით ებრაელი ერისთვის არ არსებობს თავგანწირვა მით უმეტეს ვიღაცისთვის ეს არ არსებული რამაა არ არსებული რამ და ჩვენში ეს ბუნებაში დებს აი ხა მეცნიერული ენით ვთქვა ალიკო ცინცაძეს რო ყავდათ მოწვეული იმან მით უმეტეს კარგად ჩვენი კოდი ქართველების კოდი ჰემატრიულად არის ცხრიანი რიცხვის განმარტება არის ასეთი ძალიან მარტივად გაცემის ფუნქცია აქვს და ჩვენ მართლა გამცემი ვართ. ჩვენ ყოველთვის გავცემთ, გავეცით ბერძნულ იმას, რა ქვია, სამყარო ცივილიზაცია მივეცით, მივეცით ებრაული ცივილიზაცია, მივეცით ლათინურ სამყაროს მივეცით, იბეროკელტები ჩვენ ვიყავით და ჩვენ გავეცით. ეხლა ნუ ვლადიმერ ალფენიძემ რომ მოყვა საათნახევრიანი ფაზის აკადემიაში რა ქვია ლექცია, იმით დამთავრებულია ყველაფერი პრინციპში, ხო? თუ ვინმე ხარ მოსმენი, თუ არა და დავდივ კიდე სპეციალურად და მოვუსმინეთ. ეს არის სასწაული ხალხ. ისტორია იწერება სულ თავიდან. თუ ეს ასე მიდის ყველაფერი და ლათინამდე ჩავედი და იბეროკელტები და ყველაფერი, მაშინ ეს რა გასაკვირი უნდა იყოს. გესმით? იმიტომ რომ ქართველობაში ეს ბუნებაში დებს ასეთ ვიღაცისთვის თავი გასწიროს. ჩვენ ვართ გამცემი და ებრაელების ღმერთის კოდი, შიფრკოდი არის რვიანი. რვიანის ეს ფუნქცია რა არის? მიმღები.
და ისინი მართლა ამ ფუნქციას აკეთებენ. თემი მშობლიან ყველაფერს ღებულობენ. ჩვენი ფუნქცია იყო გაცემა, გავეცი. წელს დედამიწას გავეცი და ასე ვთქვათ, ცივილიზაცია. გავეცი და ეხლა დგება ის პერიოდი, როცა თავიდან ბოლომდე წრე იკრება ეგვიპტის მაშინ ფრესკებზე იკრება გველი რო არის თავის ხუთს რო კვენს, ესე თუ თავიდან დასაწყისი ისევ ცივილიზაციისა. მოდის ნულოვან წერტილზე და ჩვენ თავიდან ვიწყებ ისე. სწორედ ის არის ივანე ზოსიმოვსკის დანახევი წინასწარმეტყველების სახით, რომ დადგება დრო ბოლო ჟამზეა საუბარი, როცა ენით ამიტომ ეცნობა კაცობრიობას ცოდვანი მისცი. რომელ ენაზეა საუბარი? ამ ენაზე. აი ჩვენ ახლა რასაც კონტაქტობთ ქართულ ენაზე. გამიგეთ? მაგრამ ერთ პრობლემას ვაწყდები, დიდ პრობლემას მეგობრებო. ეს რა ვთქვა, საშუალო არ არის, იმიტომ მე სამაზე ბევრი ხანია გავაჟღერე და ეს უნდა ვთქვა. ქართული ენა ეს, რომელსაც ჩვენ სახელმწიფო ენად მივიჩნევთ დღეს და დაკანონებული არის. ეს არ არის სადღაც ინდივიდუალურად მოსული და როგორც აი წინა გადაცემაში თქვენ რომ ზანეთ 2000 და 4000 კი არ 8000 წლის უკან ყოფილა დამწერლობა ქართული. დიახ, ჩემო კარგო, ეს ასეა. და არც ფარნავას მოუგონია ეს ისა რა ქვია ანბანი, იმიტომ რომ მე პრაქტიკულად მე შენ ისტორიას მიკარგა. 5600 და რამდენი საუკუნის მიკარგა. იმიტომ ფარნავასი და რო დაწყებული იყო მესამე საუკუნიდან ესე იგი დამიკარგე, ანულირება გავუკეთე ყველაფერს ერთად და ბუნებრივია მე ეს ძირის დამიკარგებას თუ ვინ არის ეს უბრალოდ. თუ მიმალა. გესმით? აი ამიტომ ეს რა ვთქვა საშუალო არ არის. ქართული ენა აღმოცენებულია შემოკარგებულ ლაზურ მეგრულ სვანურ ენებიდან. აი ფუნდამენტი ეს არის. ამაზე დგას დღევანდელი ქართული ენა.